გილოცავთ ძველთა ხარწელს და ყველაფერს ერთად აბსოლუტურად. დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია, ერთი თვე გავიდო და მეტი თუ არა და საკმაოდ ბევრ რაღაცაზე მინდა საუბარი. თუ ბოლომდე ჩაუჯდებით და უყურებთ, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ვფიქრობ ინფორმაციული იქნება დღევანდელი ვიდეო და შეიძლება საკმაოდ გამიგრძელდეს კიდეც და ცოტა დიდი გამოვიდეს. მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას გაიგებთ, ბევრ ამაზე მინდა საუბარი და ერთად განვიხილოთ მოკლე ვადაში რა შეიძლება ველოდოთ მარკეტზე და ასევე რა შეიძლება ველოდოთ გრძელ ვადაში. პირველ რიგში რომ შევაფასოთ, აი წინა ვიდეოში ახსნილი თემები, საკმაოდ ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ, მაშინაც აი თითქმის 9 საათიანი ვიდეო იყო. და ბევრი პროგნოზი დავდეთ და ბევრი რაღაც განვიხილეთ. პირველ რიგში იყო ეს, აი ბიტკოინი 94,000-ზე იყო მაშინ და ესეთ რაღაცაზე ვისაუბრე, რომ ბიტკოინის გარეინჯებას ველოდებოდი. აი დაახლოებით 94,000-დან 109,000-მდე. ანუ 109,000-მდე ველოდებოდი თასვლას ბიტკოინის და შემდეგ აი ამ ზონაში გარეინჯებას. ამ ჩარტს რო გადავხედოთ, აი ეს არის ბიტკოინის ჩარტი. ვხედავთ, რომ ზუსტად 109,000-მდე არა, მაგრამ ძალიან ცოტა დააყრდა 108,000-ს და ამ მომენტისთვისაც ვხედავთ, რომ ბიტკოინი გარეინჯებული არის აი ამ ზონაში ზუსტად რა. დანარჩენს რაც შეეხება, კიდევ ბევრი საინტერესო რაღაც გქონდა, აი მაგალითად გქონდა Total Sum-ის ჩარტი, ალტკოინების ინდექსზე გქონდა ანალიზი გაკეთებული და აი იმ მომენტისთვის ალტკოინები იყო ტოპში და მაშინ დავდეთ ესეთი პროგნოზი, რომ ალტკოინების ჩამოსვლას დაველოდებოდით აი ამ ზონაში. აი ამ კონკრეტულ buy ზონაში და ეს იქნებოდა შემდეგ იდეალური შესყიდვის ზონა, რო გვეყიდა წინასწარ მომავლისთვის, აი ამ თარგეტებისთვის, შემდეგ ეს თარგეტები გქონდა 1.53 ტრილიონი, 1.87 ტრილიონი, 2.23 ტრილიონი და ასე შემდეგ ესეთი თარგეტები გვაქვს და ანუ პირველ რიგში ველოდებოდით ალტკოინების დაახლოებით 20%-იან ვარდნას, რომელიც იქნებოდა მერე აი ამ ზონაში რა, ანუ როცა ფასი აქ ჩამოვიდო და გვექნებოდა ესეთი ვარდნა. საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი. მთელი თვე აი ძალიან რაღაცნაირი კონსოლიდაცია არის. აი იმასაც მინდა შევეხო, რომ დეკემბერი არც თუ ისე სახარბიელო თვე გამოვიდა, თქვენ დამეთანხმებით ალბათ ზოგადადაც და პირადად ჩემი თავის კმაყოფილიც არ ვარ ფიუჩერსზე. აი სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი იყო რაღაცა არანორმალური თვეები ჩემთვის, პირადად ჩემთვის და ჩემი VIP ჯგუფისთვის სავაჭროდ ძალიან მაგარი შედეგები დაიდო და დეკემბერსაც შეეხება უკვე ძალიან უაზრო რაღაცები ხდებოდა. აი გახსოვთ ალბათ 10 დეკემბრის შემთხვევა, როდესაც უცებ ალტკოინები მოწყდნენ და 20%-იანი ვარდნები გააკეთეს და შემდეგ კიდევ ბევრი ესეთი რაღაც ჰქონდა და სამწუხაროდ არ ვარ მე ჩემი თავის კმაყოფილი და შეიძლება ბევრი უკმაყოფილო ადამიანიც არის, ვინც პირველად შემოვიდა VIP ჯგუფში და პირველად გამოსცადა ეს სერვისი დეკემბერში, რა თქმა უნდა იქნებოდნენ უკმაყოფილოები და ვინც დიდი ხანია ჯგუფში არიან, იმათ რა თქმა უნდა ესმით უკვე კარგად, რომ სულ კარგი თვე ვერ იქნება. შეიძლება რაღაც თვეები იყოს საუკეთესო, რაღაც თვეები იყოს ცუდი. აი როგორც ფასი მიდის ზემოთ და შემდეგ მოდის კორექციაზე და ყოველთვის ვერ გაიზრდება, ესე არის ესეც რა. ხან წარმატებული იქნები და ხან იქნება ისეთი მომენტი, როდესაც შეიძლება ცუდი შედეგები იყოს. აი ბარემ პრაქტიკაში რო გადავავალოთ თვალი, ესეთი იყო სექტემბერი 94% win rate, ესეთი იყო ოქტომბერი 78% win rate, ნოემბერი ასეთი იყო 88% win rate და დეკემბერსაც შეეხება ჩაყრილი სიგნალების ნახევარმა წააგო. ეს არ არის რაღაც კატასტროფა შედეგი, მე პირადად მინუსში არ გავსულო არ ამ თვეში. დაახლოებით break-even-ზე ვიყავი ფიუჩერსზე დეკემბერში და რაღაც წაგებები არ მქონია, მაგრამ როდესაც დიდი გამოცდილება არ გაქვს და მით უმეტეს მენეჯმენტსაც არ იცავ, საკმარისია რომელიმე ესეთი ორი ტრეიდი რო განულდე რა. სამწუხაროდ არის ესეთი ბევრი შემთხვევა, მე ყოველთვის მოგიწოდებთ ხოლმე რომ დაიცავთ რისკ მენეჯმენტი, მანი მენეჯმენტი და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრი ვერ იცავთ სამწუხაროდ, ემოციებს ხართ აყოლილები და ვიცი ბევრი ადამიანი ისეთი, ვინც აი ესეთი რამდენიმე ტრეიდში განულდა და სამწუხარო არის, მხოლოდ იმას გისურვებთ, რომ ჩათვალეთ, რომ ეს არის თქვენი
ცოდნა და გამოცდილება რა, ანუ არ შეხედოთ რაღაც კატასტროფას და წაგებას და ასე შემდეგ. გამოცდილებად მიიღეთ ეს ყველაფერი და შეცდომაზე ისწავლეთ რა. ანუ მაქსიმალურად ისე ეცადეთ, რომ იგივე შეცდომა აღარ გაიმეოროთ და აი ის შეცდომა რაც დაუშვით, როდესაც 3 ტრეიდში და 4 ტრეიდში გაანულეთ კაპიტალები, ვინც ხართ ესეთები, ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი იყოს მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილება თქვენთვის და ამ შეცდომაზე ისწავლეთ, ანუ წარმოიდგინეთ ესეთი რაღაც არის, რომ თქვენ იყიდეთ გამოცდილება ამ ყველაფრით რა. აი ესე მიუდექით ამ ყველაფერს და ანუ რა თქმა უნდა იმას არ უნდა ეცადოთ, რომ ის წაგებული თანხები აინაზღაუროთ, ამოაგდოთ და რაღაცა ასე შემდეგ. მიყევით ტრეიდინგს ეტაპ-ეტაპ, ნელ-ნელა ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი არის მარათონი, ესე უნდა შეხედოთ. და აქ წარმატება მოდის გრძელვადაში რა. ანუ წარმატებას არ უნდა უყურო და მოგებას არ უნდა უყურო ერთი თვის თავზე, ერთი კვირის თავზე, ორი თვის თავზე და ასე შემდეგ. მარათონი არის, რომლის შედეგიც არის გრძელვადიანი რა. ანუ უნდა შეხედო შენ 3 თვის თავზე რა გაქვს საერთო ჯამში შედეგი, 6 თვის თავზე რა გაქვს, 1 წლის თავზე და ასე შემდეგ რა. როდესაც ერთ კვირაში შენ ნულდები, ეს ანუ რაღაც პრობლემა არის ამ შემთხვევაში, ესე იგი რა. შესაბამისად ესე მიუდექით ამ ყველაფერს და იცოდეთ რომ მომავალში ძალიან კარგი დრო მოდის ვაჭრობისთვის. იყავით მზად ამ ყველაფრისთვის და მერწმუნეთ რომ აი ესეთი თვეები ბევრი ყოფილა. მაგალითად აგვისტო, აი საზღვარი თვე იყო სავაჭროთ. აგვისტო. აი თითქმის მსგავსი შემთხვევა იყო აქაც. ნახევარმა ტრეიდებმა წააგო, ნახევარმა მოიგო რა. და შემდეგ აი ხედავთ როგორი შედეგები მოყვა ამას. აი, როდესაც ესეთ სტატისტიკა იდება, არ ვიცი, ეს რაღაც არანორმალური შედეგი არის მართლა რა. როდესაც მთელი თვის განმავლობაში ერთი ტრეიდი აგებს, ხოლმე და დანარჩენი სასწაულ შედეგებს დებენ. კაპიტალის მოგება იყო 62%, აი ესეთი რისკ მენეჯმენტის დაცვით. ამ შემთხვევაში იყო 37% კაპიტალის მოგება. აქ კიდევ იყო, აქ მართლა არანორმალური შედეგი დაიდო. 88% იყო მირეით და 100% გამოვიდა წმინდა კაპიტალის მოგება. ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც მოხმარებელი, სიგნალის მომხმარებელი მიყვება აი ამ კონკრეტულ რისკ მენეჯმენტს და იღებს მოგებებს აი ამ მენეჯმენტის მიხედვით რა. აი ესეთ მენეჯმენტით იყო ესეთი შედეგი. თორე ვიღაცამ შეიძლება უფრო ნაკლები გარისკა, ვიღაცამ შეიძლება უფრო მეტი გარისკა და მოგებაც მეტი გამოუვიდა. ნუ საშუალო რიცხვი ესეთი არის, სადღაც ესეთი შედეგი გამოგვივიდა. შემდეგ დეკემბერი ესეთი გამოვიდა სამწუხაროდ. იანვრის პირველი ნახევარიც დიდად სახარბიელო არ ყოფილა. ნუ მოგებები უფრო მეტი არის. ჯერჯერობით, მაგრამ წაგებებიც არის, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს არეულია სიტუაცია ფიუჩერსზე ვაჭრობისთვის. ფიუჩერს არ უყვარს ფლეტში როცა არის მარკეტი და ამავდროულად ხდება მანიპულაციებში გულისხმობ რაღაც ისეთ ნიუსებს, როდესაც ფასი უცებ ავარდება, ჩამოვარდება, ანუ ეს მანიპულაცია არ არის, უბრალოდ ესე მოვიხსენიებ, როდესაც მაგალითად ფედი გამოვა და რაღაცას ისეთ სიტყვის ფოუელი, რომ უცებ პრეს კონფერენციისას ფასი ავარდება, ჩამოვარდება, ესეთ რაღაცებს გულისხმობ. აი ესეთი მომენტები ძალიან ბევრი გქონდა და ამიტომაც არაპროგნოზირებადი გახდა ბაზარი და შესაბამისად დაიდო ესეთი შედეგიც. და როდესაც უკვე ფლეტიდან გადის ფასი და გვაქვს აშკარა გამოკვეთილი ტრენდი, არ გულისხმობ მე 1 საათიან ტაიმფრეიმზე და 4 საათიან ტაიმფრეიმზე, მე გულისხმობ ცოტა დიდ ტაიმფრეიმს, აი მაგალითად გამოკვეთილ ტრენდს გულისხმობ, აი აქედან აქამდე და ასე შემდეგ. აი ასეთ შემთხვევაში უკვე იდეალური დრო არის სავაჭროდ და შედეგები გვაქვს ხოლმე საუკეთესო. რა თქმა უნდა, ფლეტშიც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგები დავდოთ. ეს ფლეტიც დამთავრდება მალე, მე ესე ვფიქრობ და ახალი ტალღა დაიწყება, რომელსაც ცოტა ხანში უფრო კარგად განგივრცობთ, რას ველოდები კონკრეტულად, თუნდაც ალტკოინებისგან ან ბიტკოინისგან, მაგაზე ვისაუბრებ. უბრალოდ მინდოდა ორი სიტყვით მეთქვა ამ ყველაფრის შესახებ, კი დავწერე ამაზე და ბევრმა წაიკითხეთ, მაგრამ ესე მინდოდა რომ ესაუბრა. ბევრი არის ისეთი, ვისაც ზოგადად გული აუცრუდა უკვე ტრეიდინგზე და ინვესტიციებზე და სწორედ ამაზე მუშაობს მარკეტი რა. მარკეტი მუშაობს ამ მომენტში იმაზე, რომ თქვენ და თქვენაირი ინვესტორები გამოყარონ ბაზრიდან და შემდეგ დაიწყოს ეს ყველაფერი, ანუ ეს ძლიერი ზრდა დაიწყოს თქვენ გარეშე და დიდი მოგებები დაიდოს თქვენ გარეშე.
ამაზე მუშაობს მარკეტი და თქვენ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ეს ნებისყოფა და დისციპლინა მაქსიმალურად გქონდეთ მყარად, ასე ვთქვათ რა და მზად იყოთ ყველაფრისთვის. როდესაც მზად არ ხარ ტრეიდინგში რაღაცისთვის, ამას აბოლოოდ ცუდი შედეგი მოაქვს ხოლმე რა. დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან მაგარი პერიოდი გველის, თუნდაც ინვესტიციების მხრივ და თუნდაც ფიუჩერსზე ტრეიდინგის მხრივ. ცოტა ხანში მაგაზე უკეთ ვისაუბრებ. მანამდე გავაგზელებ აი ამ თემას, როდესაც ვიდეოში ვისაუბრე ალტკოინების ინდექსზე, ანუ აქ ფაქტობრივად მოგეცით მე ანალიზი, სად უნდა გეყიდათ ალტკოინები და სად ველოდებოდეთ. აი ამ კონკრეტულ ჩარტს რო შევხედოთ, აი შეხედეთ უბრალოდ რა მოხდა რა. აი სადღაც აქ იყო, როდესაც ეს ანალიზი დაგიდეთ. ჩამოვიდა ზუსტად შეეხო ამ შესყიდვის ზონას და უკვე აქედან დადო მე ფასმა 25% ზრდა, ამ მომენტისთვის 12%-იან ზრდაში არის, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ამ კორექციის ფაზაში ვართ. ანუ შესყიდვის ზონა შევეხეთ, იდეალური ფასი იყო ეს შესყიდვებისთვის, რა მითითებას მოგეცით და ეხლაც არ არის გვიანი, ეხლა კონკრეტულად რა შეიძლება ველოდოთ, ესე შეიძლება ვერ ვთქვათ, მაგრამ ნუ ველოდები მე ამ ზონიდან ფასის ასვლას. უკვე შეეხო ფასი ამ ზონას, კი არა ინდექსი შეეხო უკვე ამ ზონას და ნუ აქედან ახლა შეიძლება ველოდოთ ესეთ რაღაცასაც აქედან პირდაპირ ასვლას და იმასაც შეიძლება ველოდოთ, რომ ჩამოვიდეს კიდევ buy ზონაში და მერე აქედან წავიდეს. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოთ მზად ინვესტიციებისთვის და ეცადეთ რომ გქონდეთ მობილიზებული USDT. ერთი ფსიქოლოგიური მომენტია და საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ესეთ მომენტებში, როდესაც ხალისი აღარ გაქვთ ხოლმე უკვე ტრეიდინგის და ინვესტიციების, რადგან დიდი მოგებები არ არის და ასე შემდეგ, ანუ აქ ეხლა რაც უნდა იყიდო, რაც დიდი მოგებები არ იქნება, ხო? იმიტომ რომ ფასი გაყინულია ფაქტობრივად და მაქსიმუმ 5%-იანი ზემოთქვამოთ მოძრაობები გვაქვს. ესეთ მომენტში დიდად ის აღარ არის ხოლმე, ანუ ჰაიპი აღარ არის ხოლმე და ფსიქოლოგიურად ისე აღარ ხართ განწყობილები, რომ აი რაღაც ფული ჩარიცხო, რაღაც იყიდო, რომ მოგებანახო და ასე შემდეგ. ეს განწყობა აღარ არის და რეალურად ამ დროს უნდა იყოს ეს განწყობა რა. ანუ ყველაზე არასწორი არის ის, როდესაც ფასი იზრდება, მიფრინავს და აი მაშინ დაფიქრდები ხოლმე და მაშინ ფიქრობ იმაზე, რომ მოდი ინვესტიცია ხო არ გავაკეთო და რაღაც მოგებას ხო არ ველოდო. აი ეს არის ყველაზე ცუდი რაღაც. ამაზე ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, აი ესეთ მომენტებში, სადაც ვართ ახლა. აი ესეთ მომენტებში, ანუ აქ უნდა გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ ინვესტიცია ხო არ გავაკეთოთ და არა აი აქ. ბევრი ვიცი ისეთი ადამიანი, ვინც თანხები ჩარიცხა და რაღაცეები იყიდა აი აქ მაგალითად, აი აქ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ფასი მიდიოდა და ფსიქოლოგიურად ეს ისე მოქმედებს, მეც გამოცდილი მაქვს ეს ყველაფერი, ადამიანზე ისე მოქმედებს ეს, რომ მიფრინავს და სულ აღარ გაჩერდება და FOMO-ში გვაქვს. აქ რომ რაღაც არ გავუმაზოთ, რაღაც მოგება არ გავუმაზოთ და ყველაფერს ვცდილობთ, ყველანაირ შესაძლებლობას ვიყენებთ იმისათვის, რომ რაღაც ფულები ვიშოვოთ, რომ ჩავრიცხოთ მერე და რაღაც კრიპტოვალუტები ვიყიდოთ რა. და ჩემი დიდი რჩევა იქნება ის, რომ სანამ ეგ ზრდა და ყველაფერი დაიწყება, მანამდე იფიქრეთ ამაზე და აი ძალიან ბევრად წინ იქნებით, როდესაც აი ესე იფიქრებთ და ესეთი აზროვნებით დაიწყებთ ინვესტიციის კეთებას. მოკლედ, გეტყვით რომ ეხლა არის საუკეთესო დრო ამ ყველაფრისთვის. მე იმას არ გულისხმობ, რომ აი ეხლა რო იყიდით არიქა და გაფრინდება აქედან ყველაფერი, ესე შეიძლება არ მოხდეს. კიდევ 2 თვეც შეიძლება ვთქვათ, ესე გაიწელოს ფლეტი, აი ჩათვალეთ ეს რაც მოხდა ეხა, აი ეს რო ავიღოთ, აი აქ ამის მერე რამხელა ფლეტი გქონდა კიდე, ხო? და რაღაც პასიური ვარდნა რა. ანუ მსგავსი რაღაც შეიძლება მოხდეს აქაც, აი ესეთი რაღაცეები ვიხილოთ და მერე აქედან დაიწყოს აი ეს. ანუ არც სეზონს ველოდებით, რომელიც ჯერ არ ყოფილა და აი ამაზე არის მთელი საუბარი, სად იქნება იდეალური შესყიდვის ზონა. წინა ვიდეოშიც მაგაზე მქონდა საუბარი, როდესაც ერთი თვის წინ ჩაგიწერეთ ვიდეო, ზუსტად მაგაზე მქონდა საუბარი, სად იქნებოდა იდეალური ალტკოინების შესყიდვა და აი ზუსტად მან ჩამოვედით. მოკლედ, იფიქრეთ შესყიდვაზე ახლა და რაც უფრო ფასი ჩამოვა, ანუ გული კი არ უნდა აგიცრუვდეთ იმაზე, რომ ეს ამსვლელი აღარ არის და რაღაც ესეთ ფიქრები კი არ უნდა გქონდეთ. პირიქით, რაც უფრო ფასი ჩამოვა, იფიქრეთ იმაზე, რომ ეს არის კარგი ფასდაკლება იმისათვის, რომ იყიდოთ უფრო მეტი და მეტი. ოღონდ ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ რაც კი ფული გაგაჩნიათ, ყველაფერი ასხათ აქ და იყიდოთ ყველაფერი. ანუ ყოველთვის უნდა გქონდეთ გადადებული
USDT და ყოველთვის უნდა იყოთ მზად პოტენციური დიდი ვარდნებისთვის, რომ იქ კიდევ დაამატოთ. მოკლედ ლიკვიდობა უნდა გქონდეთ ყოველთვის ანგარიშზე. აი ეს მინდოდა მე თქვა altcoin-ების შესახებ. ველოდები ამ ზონიდან ძალიან მაგარ ზრდას ველოდები. აი აქედან რო ავიღოთ, პირველი თარგეტი 67%-ია, მეორე 110, მესამე 160. ეს არის ზოგადად ინდექსის ანალიზი, ანუ ერთი ჩვეულებრივი სტანდარტული altcoin-ისგან ველოდები ესეც ზრდას, თორე რაღაც კონკრეტულმა altcoin-ებმა შეიძლება უფრო ნაკლებიც გააკეთონ ზრდა და რაღაც კონკრეტულებმა შეიძლება 10 ჯერ და 100 ჯერ მეტი ზრდას გააკეთონ რა. ეს არის უბრალოდ ზოგადი მონახაზი, რა შეიძლება ველოდოთ და უფრო გრძელვადაში რა თქმა უნდა მე ბევრად მეტ შედეგსაც ველოდები. ძალიან ბევრად მეტსაც ველოდები, სანამ ეს ბულრანი მორჩება. უბრალოდ ეს არის საშუალოვადიანი შემდეგი ტალღის თარგეტები, ასე ვთქვათ რა. ყველა სასაცილო ასევე ის არის, ახლა ბულრანზე გამახსენდა. აი 10%-იანი ვარდნებისას როგორ უცებ იცვლება ხოლმე ხალხში განწყობა თუ დაკვირვები ხართ რა. ფასები ჩამოვარდება და ეგრევე დაიწყებენ ხოლმე საუბარს იმაზე, რომ ბულრანი მორჩა, წავედით დაღმავალ ტრენდში, ბიტკოინი ჩამოვა 60,000-ზე, ჩამოვა 50,000-ზე და ასე შემდეგ. მე ერთკვირიანი ზრდის პერიოდი გვექნება, ფასი გაიზრდება 10%-ით და უკვე ყველა იწყებს საუბარს იმაზე, რომ წავედით ახალი მაქსიმუმისკენ, ბიტკოინი წავიდა 150,000-ისკენ, არიქა იყიდოთ ყველაფერი და რაღაც ესეთი საუბრები მოდის ხოლმე მე. მე ისევ ჩამოვარდება, ისევ ხალხი პანიკაშია და აი ზუსტად ამაზე მოქმედებს ბაზარი და მარკეტი, ზუსტად ამ ემოციებზე მოქმედებს, თქვენი ემოციებით იმართება ეს ყველაფერი და აი უბრალოდ დაფიქრდით ხოლმე ხანდახან ამ ყველაფერზე რა და ნუ იქნებით ძალიან ემოციებს აყოლილები. აი ვორენ ბაფეტის გამოთქმა არის ელემენტარული, ყველაზე მარტივი წესი, რომ იყიდე მაშინ, როცა ყველა შეშინებულია და გაყიდე მაშინ, როდესაც ყველა სიხარბეშია. მაგრამ ტრეიდერების და ინვესტორების 90% პირიქით არის რა. ყიდის მაშინ, როდესაც პანიკაა ბაზარზე და ყიდულობს მაშინ, როდესაც დიდი სიხარბეა ბაზარზე და ეს არის ძალიან არასწორი და ძალიან დიდი შეცდომა. მოკლედ აი ამით მინდოდა მე თქვა ეს ყველაფერი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაიაზრებთ ამ ყველაფერს კარგად და იგივე შეცდომებს აღარ დაუშვებთ, რაც უკვე დაუშვით რა. ტრეიდინგში ყველაზე მაგარი და ყველაზე დიდი кайფი არის ის, როდესაც რაღაც შეცდომას დაუშვებ და იმ შეცდომაზე შემდეგ სწავლა შეგიძლია შენ და იმას მეორედ აღარ იმეორებ. მაგრამ სამწუხაროდ ტრეიდერების 99% რაღაც შეცდომას რო უშვებს, იძახის კიდეც რომ აი ეს შეცდომაა და კაი გაკვეთილი იყო და ასე შემდეგ რა. მაგრამ გავა რაღაც პერიოდი და შემდეგ იგივე შეცდომას უშვებენ ისევ რა. და მე იძახო გაითიშა. არ ვიცი, აღარ მახსოვს სად ვიყავი გაჩერებული, მაგრამ გავაგზელებ სხვა თემიდან, მოკლედ იმედი მაქვს. ყველაფერი კარგად გაიაზრეთ, რასაც ვისაუბრეთ, მინდოდა ამაზე საუბარი, უბრალოდ ტექსტად ვერ დავწერდი ამ ყველაფერს და ვეცადე კარგად ამეხსნა ეს ყველაფერი და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას კარგად გაიაზრებთ. გავაგზავნოთ საუბარი, ესე იგი, altcoin-ების ინდექსებს აუბრობდით და აქ კიდევ ერთხელ მარტივად გეტყვით, რომ შესყიდვის ზონა არის, შეიძლება ახლავე იყიდოთ, შეგიძლიათ ფას როცა ჩამოვა, აქაც იყიდოთ და ყოველ ჩამოვარდნა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფასდაკლება. გავაგზავნოთ, ხო, კიდევ ერთი დომინაციაზე მქონდა აქ ანალიზი გაკეთებული და დომინაციაზე რას ველოდებოდით. ბიტკოინის დომინაცია იყო ჩამოსული აი აქ და ველოდებოდი დომინაციის უკან აბრუნებას აი ამ ზონაში და შემდეგ აქედან უკვე ისევ ჩამოვარდნას. და ეს ჩამოვარდნა იქნება უკვე შეიძლება ითქვას, რომ ალტ სეზონის დასაწყისიც, რაღაც ესეთი. აქ რა ვიხილეთ ახლა? შევიდეთ, ჩავთოთ ბიტკოინის დომინაცია და აი რას ვხედავთ უბრალოდ რა. ანუ დაგიდეთ ესეთი ანალიზი და რა მოხდა. ზუსტად იმ ზონიდან, როდესაც აქ უკვე ყველა ალტ სეზონს ელოდებოდა და ყველა იმას ამბობდა, რომ აი ბიტკოინის დომინაციამ ტრენდის ხაზი გატეხა და ჩამოვარდება და რაღაც, აი აქედან დაგიდეთ ეს ანალიზი, რომ აქედან ველოდებოდი ასვლას ისევ ამ ზონაში და აქედან შემდეგ ჩამოვარდნას. და აი ზუსტად ავედით, ამ წითელ ზონას შევეხეთ ისევ და აი ამ ზონიდან დაახლოებით ამ ზონიდან, აი ამ წითელი მრგვალი ზონიდან ველოდები ჩამოვარდნას და აი ეს ადგილი არის იდეალური altcoin-ების შესაძენად. მოკლედ აი ეს ზონა არის მარტო დომინაციასაც რო უყუროთ. დომინაციიდან გამომდინარე, ეს ზონა არის იდეალური დრო altcoin-ების საყიდლად და ეს ზონა არის კარგი დრო altcoin-ების გასაყიდად. ნუ აქ თუ ჩამოვიდა ეს უკვე საუკეთესო დრო იქნება altcoin-ების გასაყიდად.
აი ეს არის დომინაციაზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ. ხო, კიდევ რაზე მინდოდა საუბარი. Total Sums ანუ total 1 არის ეს ბოდიში. total 1 შეგვიძლია განახლებული ჩარტით შევხედოთ და რას ველოდები ახლა კონკრეტულ სამ შემთხვევაში. Bitcoin-ის და სხვა ყველაფრის ტენდენციის გაგრძელებას ველოდები ისევ მაღლა. ამით არაფრის დამტკიცება არ მსურს და რაღაც პირდაპირ ფინანსურ რჩევათაც არ მიიღოთ, რომ რადგან ეს თქვი, ეგრევე რაღაცა სესხები გამოიტანოთ და რაღაცები იყიდოთ, ეს ამას არ ნიშნავს. ეს უბრალოდ პირადად ჩემი ხედვა არის და ჩემი გეგმა არის მარკეტზე, როგორ მოვიქცევი მე და როგორ მიყვები მე ამ ყველაფერს. ჩემი გეგმა არის მოკლედ ესეთი. ეს არის ტოტალის ჩარტი და ეს არის ფაქტობრივად ყველა კრიპტოვალუტა ერთად ამ ინდექსზე. Bitcoin-იც, Ethereum-იც და ყველა altcoin-ი, ეს არის 3.24 ტრილიონი, ამ შემთხვევაში ამ მომენტისთვის ყველა კრიპტოვალუტა ერთად და ველოდები აღმასვლის გაგრძელებას. ამ კორექციის დასრულების შემდეგ. ეს კორექცია როდის დასრულდება, კაცმა არ იცის, ეს დღესვე იქნება თუ ერთ თვეში იქნება, ამას ვერ გავიგებთ. მაგრამ თავარია იდეა, რომ ესეთ რაღაცას ველოდებით და ეს კორექციის ფაზა იქნება იდეალური დრო, რომ დააგროვოთ ინვესტიციები. ველოდები ამის გაგრძელებას ან ამ ზონიდან, ან კიდევ აი ამ ზონიდან რა. ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვით, რომ აი აქედან უნდა გაფრინდეს და ასე შემდეგ, მაგრამ გვაქვს ესეთი ორი გეგმა. შეგიძლიათ ეხლავე იყიდოთ რაღაცეები და ეხლავე დაიწყოთ შესყიდვები და ქეში გქონდეთ დამატებით მოტოვებული იმისათვის, რომ თუ ჩამოვარდება მარკეტი კიდევ 10-15%-ით, კიდევ დაამატოთ და კიდევ დამატებით იყიდოთ კარგი პროექტები და კარგი კოინები. ამ კარგ პროექტებს და კარგ კოინებს რაც შეეხება, იცით რომ VIP ჯგუფში არის შესაბამისი ჩენელი კრიპტოლაბის კალათა და სპოტ სიგნალებიც მაქვს არ კიდევ. დღეს საერთოდ დავამატე კიდევ ერთი ჩენელი საინტერესო პროექტები ესე და აი ამ სამ ჩენელში ინვესტიციებს რაც შეეხება, ყველაფერს ვაგდებ აი აქ რა. რომელი კოინისგან რა შეიძლება ველოდოთ თუნდაც ტექნიკურად ან ფუნდამენტალურად რა კოინზე რა ზრდას ველოდები, სად გვაქვს თარგეტები და ასე შემდეგ. ვცდილობ ავარჩიო საუკეთესო პროექტები და საუკეთესო კოინები, რომლებიც შეიძლება ძალიან დიდი ზრდა გააკეთოს აი ამ აღმასვლისას. და ზუსტად აი ამ პროექტებს და ამ კოინებს ვაგდებ ამ ჩენელებში და დიდი იმედი მაქვს, ვინც გამომყვებით სწორედ და ზუსტად ერთად ძალიან მაგარ შედეგებს დავდებთ და ძალიან მაგარ ფულებსაც ვიშოვით რა. აი ამ კონკრეტულ ჩარტს რომ შევხედოთ, ეხლანდელი მომენტის დაახლოებით გავს აი ამ მომენტს, როდესაც აი აქ 21 წელს, 2021 წელს ფასმა გაარღვია all time high, ეს all time high იყო 2017 წლის all time high და 3 წლის შემდეგ, 4 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო bullrun-ი, გაარღვია ფასმა ეს დონე და დაიწყო კონსოლიდაცია all time high-ის ზემოთ. და აქ ამ მომენტშიც ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა იმას, რომ ეს უკვე დასასრული არის და აქედან უნდა წამოვიდეთ კორექციაზე და აქედან ხედავთ კიდევ ერთ ძლიერ აღმასვლას და ძლიერ იმპულსს. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია გვაქვს აი ამ შემთხვევაშიც. All time high-ს აცდა კრიპტობაზარი, კონსოლიდაციას გადის ამ all time high-ის ზემოთ და ძალიან ბევრი ადამიანი ახლაც ფიქრობს იმას, რომ ეს არის დასასრული და აქედან წამოვალთ bear market-ში. მე არ ვფიქრობ ამას. შეიძლება აი 5 ტრილიონიდან უკვე ვიფიქრო ეს ყველაფერი და შეიძლება ვთქვა, რომ როდესაც 5 ტრილიონზე ავა მარკეტი, აქედან უკვე დაველოდოთ უფრო დიდ ჩამოვარდნას. ჯერჯერობით ჩემი გეგმა არის ესეთი, მე რა იქნება ამას შევხედავთ და დავაკვირდებით რა განწყობა, რა მოვლენები, რა ნიუსები იქნება ზოგადად მსოფლიოში, იმის მიხედვით შევხედავთ მე უკვე რა შეიძლება ველოდოთ. ამ მომენტისთვის ველოდები მე ამ ზონიდან გასვლას და ჩემი თარგეტი არის 5 ტრილიონი. ეს არის ზოგადად კრიპტოვალუტების თარგეტი. აქედან რო ავზომოთ, ეს არის 55%, მაგრამ ეს 55% არის ერთი საშუალო კოინის ზრდა. და რომელიღაცა კოინებმა ვთქვათ, შეიძლება ისეთ ზრდა გააკეთონ, რომ
ну არ ვიცი, რაღაც სასწაულები შეიძლება ქნან 500 და 1000%. რა თქმა უნდა, ამაზე უფრო მაღლაც შეიძლება ავიდეს, შეიძლება 6 ტრილიონზე, 7 ტრილიონზე, 8 ტრილიონზე ავიდეს, მაგრამ პირველ რიგში ჩემი ძირითადი მთავარი თარგეტი, სადაც უკვე მოგებების მნიშვნელოვანი წილის აღებას დავიწყებ, ეს არის მარკეტის 5 ტრილიონზე ასვლა. ну ეს გრძელვადიანი მონახაზი იყო, რაზეც ახლა ვისაუბრეთ და ეხლა მინდა ცოტა ხანი ვისაუბროთ ცოტა საშუალოვადიან პერსპექტივაზე. იანვარში რა შეიძლება ველოდოთ, შემდეგ თვეში რა შეიძლება ველოდოთ და ასე შემდეგ. ეს გეგმები რაც ახლა დაგიდეთ, ამის შედეგ შეიძლება ველოდოთ 3 თვეში, 6 თვეში, ეს წელიწადში და ასე შემდეგ. ეს კონკრეტულ დროს აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა, მთავარია რა გეგმაც გვაქვს ეს შესრულდეს რა. აი ხშირად მეკითხებით ხოლმე, როდესაც სიგნალს ან რაღაც ანალიზს დავდებ ხოლმე, რამდენ ხანში ელოდები ამას, აი ესეთ კითხვა რო არის ხოლმე რა და ანუ მთავარია ეს გეგმა შესრულდეს, სწორედ შესრულდეს და ეს ერთ დღეში იქნება, 3 დღეში იქნება, თუ ერთ კვირაში იქნება, ამას აღარ აქვს უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა რა. მთავარია ამ დროს მოთმინება უნდა შეგეძლოთ და როდესაც გეგმა სწორედ მიყვებით, შედეგიც მოვა თავისთავად. ხვალ არის CPI მონაცემის ნიუსი. და აქედან გამომდინარე მინდოდა უფრო ვიდეოს ჩაწერა. დღეს ამიტომ გადავწყვიტე, თორემ დავისვენებთ დიდი სიამოვნებით. უბრალოდ პოსტის დაწერას მერჩივნა მესაუბრა ვიდეოთი, ხვალ რა შეიძლება ველოდოთ ამ თემაზე და ზოგადად ბევრი ადამიანი არ აქცევთ ხოლმე ყურადღებას ესეთ ამერიკის ნიუსებს, მაგალითად CPI-ის, FOMC-ის ნიუსებს, ფედერალური რეზერვის პროცენტებს, უმუშევრობის მაჩვენებელს და ასე შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მით უმეტეს ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად მიყვება კრიპტოვალუტების ტენდენცია აი ამერიკის ნიუსებს რა და ძალიან დიდი გავლენა აქვს ამას. შესაბამისად, ამასაც უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება და ხვალაც მნიშვნელოვანი დღე იქნება ამისთვის. ну ეხლა შევხედოთ რა ხდება მომენტისთვის ბიტკოინზე და მაგაზეც ვისაუბრებ, მე ხვალ რა შეიძლება ველოდოთ. ესეთი ჩარტი ქონდა, ну აქ გეგმა მქონდა მე ჩაგდებული Discord-ზე და Telegram-ზე ვინც ხართ, გირჩევთ რომ Discord-ზეც გადმოხვიდეთ, წინა ვიდეოშიც გითხარით ეს. კარგი არის იმისათვის, რომ ну ყველა თემას, ან ყველა ტოპიკს აქვს შესაბამისი ჩენელი და მარტივად შეგიძლიათ გადახედოთ სხვადასხვა რაღაცას და Telegram-ზე როდესაც ერთი ჩენელია, იქ არ მინდა ხოლმე რომ გავსპამო ძალიან და ყველაფერი არციდება იმ ერთ ჩენელში. შესაბამისად Discord-ი ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელი და კარგი პლატფორმა არის და შეგიძლიათ შემოხვიდეთ აქაც და აქაც ადევნოთ თვალი პოსტებს. ბიტკოინზე ბიტკოინზე გვედო ესეთი გეგმა, აი აქედან ველოდებოდი ჩამოვარდნას დაახლოებით აი ამ ზონაში, ანუ ან აქედან შეველოდებოდი შემოbrunებას, ან აი აქედან. მოხდა ესეთი რაღაც, რომ ბიტკოინის ფასი ჩამოვარდა აი აქ, ჩვენს მეორე ბაი ზონაში. კარგი ლიკვიდაციების აკრეფა იყო და ლიკვიდობის აღება აი ამ ზონაში, კარგი stop hunting-იც მოხდა. SFP მოდელი არის აქ, sell side liquidity-ის მოდელს და ბევრი რაღაც შეიძლება დავარქვათ, აი რასაც ამ მომენტისთვის ვხედავთ ჩარტზე. კარგი შემოbrunება დავინახეთ აი ამ ზონიდან. რა ნიუსით და როგორ მოხდა ეს საერთოდ არ მაინტერესებს, იყო გეგმა ესეთი და მოხდა ესე. და ნიუს დავაბრალებთ, support-ს დავაბრალებთ, თუ რას დავაბრალებთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. აი ამას რო ამბობთ ხოლმე, რომ აი ეს მოხდა და მაგიტო შემოbrunდა, თორე საერთოდ არ იზავდა ამას. ანუ ჩარტი ყოველთვის გვეუბნება ხოლმე ყველაფერს რა. როდესაც გამოცდილება არ გაქვს ამ მხრივ შეიძლება ესე იფიქრო, რომ მარტო ნიუსები არის და ჩარტი არაფერს არ შვება და არაფერზე არ მოქმედებს რა და ეს არის ძალიან დიდი სისულელე. ნიუსებს რა თქმა უნდა ძალიან დიდი გავლენა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა აქტიურად უყურებ მე ამ ყველაფერს, მაგრამ ხშირად ისეთი გაოგნებული დავრჩენილი ვარ ჩარტით და ისეთი რაღაცეები მინახავს, რომ აი თქვენს რომ ნახავთ ამას, სხვანაირად დაიწყებთ ფიქრს. აი ხშირად, როდესაც ჩარტზე მინახავს, რომ თქვათ bearish რაღაცეებს ხედავ და ფასის ვარდნა შეიძლება ველოდოთ,
უცებ რაღაცა ცუდი ნიუსი დახეთქებულა და უცებ ჩამოვარდნილა ხოლმე ყველაფერი რა. ან კიდე ჩარტზე როდესაც ხედავ რომ რაღაც კარგ ზონაში არის რომ გაიზარდოს და აიფამპოს, უცებ მოხდებოდა ხოლმე კარგი ნიუსი რა და გამოთქმაც არის ესეთი რომ ჩარტი ნიუსსაც გეუბნება რა. ან ჩარტს როდესაც უყურებ ფაქტობრივად ნიუსებსაც ხედავ შენ წინასწარ და აღარ გაინტერესებს ის რომ რაღაც ნიუსებს ჩაუჯდე და ნიუსებიდან გამომდინარე აკეთო მხოლოდ რაღაცეები. რა თქმა უნდა ყველაზე იდეალური ვარიანტია როდესაც ჩარტსაც უყურებ, ნიუსებსაც უყურებ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე საერთო ჯამში კარგ შედეგამდე მიდიხარ. ნუ ამ შემთხვევაში რას ველოდებით? ბიტკოინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საშუალო ვადაში აი ამ ზონებში რეაქცია რა. ეხლა ამ ეტაპზე ვხედავთ ცოტა აი ამ 4 საათიანი სანთლის ცუდ შემოbrunებას, მაგრამ რა თქმა უნდა 2 საათი და 40 წუთი არის ამ სანთლის დახურვამდე და უნდა დაველოდოთ ამას. ცუდი ნიშანი იქნება ის თუ ფასი ჩამოვოდა სადღაც აი ამ ზონაში დაიხურება, რადგან დავინახავთ ზემოდან გამყიდველების ძლიერ წნეხს. და ნუ აი ეს ზონა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ეს ზონა და აქ იქნება ძალიან საინტერესო რას იზავს ბიტკოინი. შეიძლება ზუსტად ეს ზონა აღმოჩნდეს რეჯექტის არეალი და აქედან აი ესეთი რაღაცას ვიხილოთ რა. და ნუ ესეთი რაღაც დავინახეთ რომ აქ ესეთი კარგი დამაგრება გააკეთა ბიტკოინმა. აქედან უკვე ძალიან დიდი შანსი იქნება იმისა რომ ესეთი კარგი ძლიერი ზრდა გააკეთოს აი ამ ზონიდან რა. მოკლედ მე პირადად ვაკვირდები აი ამ ზონას. ეს POC არის, ეს წითელი დონე, ანუ ყველაზე დიდი ფულის მოცულობა მთელი ამ რეინჯის განმავლობაში იყო აი ამ კონკრეტულ ფასზე. შესაბამისად ეს არის ძალიან ძლიერი დონე. და ნუ ამ ზონაში თუ დავინახეთ ფასის ძლიერი გამყარება, აქედან რა თქმა უნდა დაველოდებით კარგ ზრდასაც, მით უმეტეს ამხელა იმბალანსი არის ამოსავსები აქ და ნუ მარტივად შეიძლება ავიდეს მაგ ზონიდან თუ ფასი დამაგრდა ამ ზონაში. მაგრამ ასევე იდეალური ზონა შეიძლება აღმოჩნდეს რეჯექტისთვის და იმისათვის რომ ფასი აი აქედან ჩამოვარდეს კარგად. USDT-ის რო შევხედოთ იგივე time frame-ზე, USDT-ზე დაახლოებით ესეთ რაღაცას ველოდები. ეს მცირე კორექციის ზონა არის ეს და აქედან ველოდები ისევ შემოbrunებას, ჩამოვარდნას და ნუ მინიმუმ აქამდე ველოდები ჩამოსვლას და აი ეს ზონაშიც, ამ ზონაშიც ველოდები რომ ჩამოვიდეს, კარგი ზონა იქნება USDT-ისთვის. შესაბამისად, თუ USDT ჩამოვიდა აი ამ ზონაში, ეს იქნება ბიტკოინის დაახლოებით 5%-იანი ზრდა და ბიტკოინს უკვე ვიხილავთ აი აქ. აი ამ ზონაში. დაახლოებით 101,000-ზე. ხვალ ნიუსი იდება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნიუსზე რას ვიხილავთ. მოკლედ ამაზეც მინდა გესაუბროთ. წეგანაც აღვნიშნე რომ ბევრი ადამიანი ამას ყურადღებას არ აქცევთ საერთოდ და ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდები საგანმანათლებლოსავითაც იყოს და ანალიზიც გავაკეთოთ ხვალინდელ ნიუსთან დაკავშირებით. ესე იგი, რას ველოდებით ხვალ? ველოდებით ამერიკის CPI მონაცემის დადებას, ანუ ინფლაციის მონაცემის დადებას. ანუ აქ რო შევხედოთ წარსულში რა ხდებოდა. გქონდა იგივე მონაცემის ნიუსი 11 დეკემბერს, 13 ნოემბერს, 10 ოქტომბერს, 11 სექტემბერს, 14 აგვისტოს და ასე შემდეგ. ესეთი პროცენტული მაჩვენებლებია და პროცენტულ სხვაობებს ხედავდით და მოკლედ რომ გითხრათ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ბაზარზე. ნუ ზოგადად ამერიკის ნიუსები და ამერიკის ეკონომიკა რო ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გარდამტეხი არის ფინანსური ბაზრისთვის, ამაზე ორი აზრი არ არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა იქნება ამერიკის საპროცენტო განაკვეთი, რა იქნება ინფლაცია და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს აქვს აი უდიდესი მნიშვნელობა და შეიძლება მხოლოდ ამ ყველაფერმაც კი გამოიწვიოს ბულრანი და ბეარ მარკეტი რა, ბულ მარკეტი და ბეარ მარკეტი. ხვალ რას ველოდებით? ამ მომენტისათვის CPI-ის მაჩვენებელი არის 2.7%. ანუ ამ მომენტში ესე არის ამერიკის ინფლაციის მაჩვენებელი და ხვალ ნავარაუდები არის რომ 2.7-დან გაიზრდება 2.9-მდე ეს მაჩვენებელი და დიდი ალბათობით 2.9 უნდა დაიდოს. ანუ შეიძლება უფრო მეტიც იყოს ინფლაცია და ნიუსში გამოცხადდეს რომ უფრო მეტი არის, შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს, მაგრამ ყველაზე ახლო მაჩვენებელი და ყველაზე ესეთი კარგი პროგნოზი რაც რა მონაცემებზეც არის დადებული, ეს არის 2.9.
ეხლა მარტივად რომ თქვათ, როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი მარკეტზე. როდესაც ინფლაცია არის მაღალი, ეს ფედერალურ რეზერვს მიუთითებს და იძულებულს ხდის იმისკენ, რომ საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს. ან როგორც მინიმუმ შეინარჩუნოს მაინც. და როდესაც საპროცენტო განაკვეთი იზრდება, ეს პირდაპირ მოქმედებს ბიტკოინზე და მთლიან ფინანსურ მარკეტზე ძალიან ცუდად. და ეს იწვევს დოლარის გამყარებას და დოლარის გამყარება უკვე იწვევს სხვა ყველაფრის ფასების ვარდნას. შესაბამისად, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ესე რომ შევხედოთ, ინფლაციის ზრდა პოტენციურად ნიშნავს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთი დარჩეს იგივე ან გაიზარდოს და ამ მხრივ ცუდი ნიუსია. მაგრამ ამას აქვს მეორე მხარეც და სხვათა შორის ბოლო 2 თვის განმავლობაში, დეკემბერში და ნოემბერში, საინტერესო ტენდენცია ჩამოყალიბდა ამ მიმართულებით რა. ანუ როგორც წესი, ინფლაციის ზრდა უნდა მოქმედებდეს ცუდად, ხო, მარკეტზე და როდესაც ინფლაცია გაიზრდება, უნდა ჩამოვარდეს ფასები. მაგრამ ცოტა სხვანაირი ტენდენცია ყალიბდება ამ შემთხვევაში და ეხლა ვეგეტყვით რა ტენდენციაზე მაქვს საუბარი. საერთოდ რომ მოვყვეთ წინა თვეებიდან, რა ხდებოდა ამ შემთხვევებში, აი წინა ნიუსების დროს, 14 აგვისტოს საპროცენტო განაკვეთი შემცირდა ცოტათი და ბიტკოინი ჩამოვარდა 3%-ით. შემდეგ რა ხდება სექტემბერში და ოქტომბერში. სექტემბერში და ოქტომბერში მცირდება, ანუ სექტემბერში მცირდება, ბოდიშით ავირიე, სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი მცირდება, ანუ პროგნოზი იყო 2.9-დან რომ ჩამოსულიყო 2.5-ზე და გამართლა ეს პროგნოზიც, ასევე ოქტომბერშიც მცირდება ინფლაცია 2.5-დან ჩამოვიდა 2.3-ზე, კი არა და 2.3 პროგნოზი იყო და 2.4-ზე ჩამოვიდა, მაგრამ საერთო ჯამში იყო მაინც შემცირება. და ამ თვეებში საინტერესო ის არის, რომ ბიტკოინის ფასი დაეცა. იმ დღესვე აღიდგინა შემდეგ ეს, მაგრამ საერთო ჯამში გამოვიდა ესეთი რაღაც, რომ იყო მანიპულაციური მოძრაობა და სადღაც 3-4%-იანი pump and dump იყო ფაქტობრივად რა. ჩამოვარდა, ავიდა იმ დღესვე აღიდგინა და ესეთი მოძრაობა გამოვიდა საერთო ჯამში ბიტკოინზე. და 13-ში და 11-ში უკვე 13 ნოემბერს და 11 დეკემბერს CPI-ის მონაცემები გაიზარდა. ანუ აი 13-ში მაგალითად ნოემბერში 2.4 იყო CPI, პროგნოზი იყო რომ 2.6-მდე ავიდოდა და ზუსტად ესეც მოხდა. შემდეგ დეკემბერში 2.6 იყო ეს მაჩვენებელი, პროგნოზი იყო წინასწარ 2.7-მდე ავიდოდა და ესეც მოხდა. ანუ ორივე თვის განმავლობაში ინფლაცია გაიზარდა. პროგნოზიც იყო რომ გაზრდილიყო და ზუსტად ეგრე გაიზარდა. და საინტერესო ის არის რომ ამ დროს ბიტკოინის ფასი გაიზარდა 3-4%-ით დაახლოებით, აი მომენტალურად მაგ დღეს და შემდეგი ერთი კვირის განმავლობაშიც ტენდენცია იყო აღმავალი. ანუ რა შეიძლება ახლა მივაწეროთ ეს ყველაფერი. რამდენიმე ნიუანსი შეგვიძლია გამოვყოთ ამ შემთხვევაში დადებითად რატომ შეიძლება ემოქმედა ამ ყველაფერს მარკეტზე. პირველი ის რომ ბაზარი შეგუებული იყო უკვე ამ ყველაფერს, რომ გაიზრდებოდა ინფლაცია და თლად რაღაც ნეგატიური მოლოდინები არ იყო და როდესაც მარკეტი იყო წინასწარ შეგუებული და მით უმეტეს ანუ ის არ იყო რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად ანუ ეს ზრდა რომ მომხდარიყო CPI-ზე აუცილებლად მოხდებოდა ისე რომ იძულებული გახდებოდა ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა, ესეთი რაღაც არ ყოფილა, ანუ იმხელა ინფლაციის ზრდა არ ყოფილა რომ ფედერალურ რეზერვს გაეზარდა საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად შეგუებული იყო ხალხი ამ ყველაფერს რომ უნდა გაზრდილიყო ინფლაცია, ძალიან გარდამტეხი ეს არ იქნებოდა იმისაც საპროცენტო განაკვეთის გაზრდილიყო და თლად ნეგატიური განწყობა არ იყო მარკეტზე. დაიდო ის მონაცემები, რაც უკვე პროგნოზში იყო, აი აქ იყო მაგალითად პროგნოზი რომ 0.1% უნდა გაზრდილიყო და ზუსტად ეგრე გაიზარდა, აქ იყო პროგნოზი რომ 0.2% უნდა გაზრდილიყო და ზუსტად ეგრე გაიზარდა. შესაბამისად განწყობა იყო უკვე წინასწარ შექმნილი
და მარკეტს არ ქონდა ცუდი რეაქცია ამ ყველაფერზე. ანუ უფრო უარესი რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში უკვე ექნებოდა ძალიან ნეგატიური მოძრაობები მარკეტზე და ძალიან ცუდი ნიუსი იქნებოდა უკვე ეს. მაგრამ რაც წინასწარ პროგნოზი მოხდა ეგ და პოზიტიურად აისახა ამ ყველაფერზე. თან ერთი მიმართულება არის აქ კიდევ. წეგან ვისაუბრე რომ 1% ანუ ინფლაციის ზრდა ნიშნავს 1% განაკვეთის ზრდასაც, ხო, თეორიულად. იმიტომ რომ როდესაც ინფლაცია იზრდება ქვეყანაში, ფედერალური რეზერვი იძულებულია რომ 1% განაკვეთი შეინარჩუნოს ან გაზარდოს, რომ ეს ინფლაცია აღმოფხვრას. შესაბამისად, ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ფინანსურ ბაზარზე, SPX 500-ზე, მაგალითად, ტექნოლოგიურ კომპანიებზე, ან კრიპტოვალუტებზე, ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს, მაგრამ მეორე მხარე, უშუალოდ ბიტკოინს რო შევხედოთ, არის ესეთი, რომ როდესაც ინფლაცია იზრდება, რაღაც მხრივ ინვესტორები მიიწევენ უფრო ბიტკოინისკენ რა, რადგან ბიტკოინი ამ შემთხვევაში არის ინფლაციისგან თავის დასაცავი ინსტრუმენტი და თავის დასაცავი საშუალება. და შეიძლება ეს ტენდენცია წყალიბდება ბოლო 2 თვის განმავლობაში და ძალიან საინტერესოა. ანუ პირდაპირ ესე არ უყურებენ, რომ აი რადგან ინფლაცია გაიზარდა და 1% განაკვეთიც უნდა გაიზარდოს, ბიტკოინი უნდა გავყიდოთ და რაღაც. პირიქით ესეთი ტენდენცია მოდის, რომ როდესაც ინფლაცია იზრდება მოთხოვნა ბიტკოინზეც. რადგან ბიტკოინი არის თავის დასაცავი საშუალება დოლარის ინფლაციისგან. შესაბამისად, ამ ხრივ ბიტკოინზე კარგი ნიუსი შეიძლება იყოს, ცუდად მოქმედებს უბრალოდ ის, რომ როდესაც მაგალითად SPX 500-ის ინდექსი, ანუ ტოპ 500 ამერიკული კომპანიის ინდექსი დაეცემა, ეს პირდაპირ კორელაციაში არის ბიტკოინთან და ბიტკოინიც მოყვება ხოლმე შემდეგ ამას, რაც არ უნდა კარგი ნიუსები იყოს ბიტკოინზე. როგორც მინიმუმ ძალიან კარგი თუ არის ბიტკოინისთვის და სხვა ფინანსური ბაზრებისთვის ცუდი, როგორც მინიმუმ არ ჩამოვარდება მაინც და შეინარჩუნოს მაინც იგივე ფასს ბიტკოინი. მოკლედ, საერთოდ დასკვნა რომ გამოვიტანოთ, ბევრი უყურებს ამ ფაქტს ისე რომ თუ ინფლაცია გაიზრდება, ეს ცუდი იქნება ბაზრისთვის, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ველოდები ესეთ რაღაცას, რომ გაგრძელდება წინა 2 თვის ტენდენცია, წინა 2 თვეშიც გაიზარდა ინფლაცია, მაგრამ ფასები გაიზარდა ბიტკოინზე და მთელი ერთი კვირა საკმაოდ კარგი ზრდები ჰქონდა. ხვალაც 0.2%-ით არის ინფლაციის ზრდა მოსალოდნელი და ჩემი აზრით კარგი რეაქცია უნდა ქონდეს ბიტკოინს ამ ყველაფერზე, მით უმეტეს რომ გუშინდელიდან მოყოლებული კარგი იმპულსი წამოვიდა უკვე და ლიკვიდობა კარგად აქვს აღებული. ჩემი აზრით თუ 2.9-ზე მეტი არ გამოცხადდა ინფლაცია, უნდა ქონდეს კარგი რეაქცია. რა თქმა უნდა, ძალიან რთული არის ამაზე ზუსტად საუბარი, შეიძლება ველოდოთ, რადგან მარკეტის ქცევა შეიძლება წინასწარ ვერ განსაზღვროთ, რაღაც კონკრეტული მონახაზები, ანუ ზოგადი მონახაზები შეიძლება გქონდეს ამ ყველაფერზე, ვთქვათ, როგორი რეაქცია შეიძლება გქონდეს მარკეტს, მაგრამ კონკრეტულ ფიზიკურად შეუძლებელია რომ რაღაც კონკრეტულზე ვიფიქროთ, აი იმ შემთხვევაში ამ ნიუსზე ინვესტორებს რა რეაქცია შეიძლება გქონდეს. მაგრამ ზოგადი მონახაზი რომ გავაკეთოთ, თუ 1% განაკვეთი კი არა და CPI 0.2%-ზე მეტით გაიზარდა, ეს ცუდი ნიუსი იქნება, ჩემი აზრით, ანუ რასაც ელოდება ტრეიდერები და ინვესტორები, რასაც ელოდებიან, იმ მაჩვენებელზე მეტი თუ დაიდო, ჩემი აზრით ეს ნეგატიურად იმოქმედებს ბაზარზე და დიდი ვარდნები წამოვა. მაგრამ თუ 0.2%-ით გაიზარდა, ეს უნდა იყოს კარგი ნიუსი და კარგად იმოქმედოს კრიპტობაზარზე ამ ყველაფერმა და თუ ამაზე ნაკლებით შემცირდა, ანუ შემცირდა კი არა და გაიზარდა. ანუ 2.7 არის ამ მომენტისთვის. პროგნოზი არის 2.9. თუ პირობითად დაიდო ნიუსი რომ 2.9 არა და უფრო ნაკლები იყო ინფლაცია, ეს ჩემი აზრით ბევრად უკეთესი ნიუსი იქნება, ბევრად უფრო კარგი შედეგი იქნება და წინა 2 თვის ტენდენცია გაგრძელდება კარგად, კარგ შედეგებს ვიხილავთ და კარგი ზრდებით წამოვა. მოკლედ აი ეს არის საინტერესო, ამას რო დავაკვირდეთ, თვალი ადევნეთ ხვალ ამ ნიუსის დადებას, გამოცხადებას. მე თვითონაც, რა თქმა უნდა,
წინასწარას დაგიანონსებთ ამას, რომელსაც იქნება და რა შედეგი გამოცხადდება, იმასაც წინასწარ გეტყვით. უბრალოდ გაითვალისწინეთ ეს, რომ წინასწარ კონკრეტული ბაზრის ქცევის პროგნოზი არ არის მარტივი და ან მარტივი არ არის, მოკლედ ამის წინასწარ დადგენა, მაგრამ ზოგადად რო შევხედოთ, თუ ის მოხდა, რაც უკვე პროგნოზში არის, წესით არ უნდა კონდეს ამას ცუდი რეაქცია მარკეტზე და წესით უნდა მოხდეს ზრდა იმ დღის განმავლობაში და შემდეგი ერთი კვირის განმავლობაშიც. და თუ პროგნოზზე მეტი იყო ნიუსი, ანუ რა პროგნოზიც არის იმაზე მეტი მაჩვენებელი თუ გამოვიდა, ჩემი აზრით არ იქნება ეს კარგი ნიუსი და ფასები ჩამოვარდება. ამოვწურე ამით ყველაფერი. მე მგონი ყველაფერზე გესაუბრეთ, რის თქმაც მინდოდა. თუ რამე კონკრეტული თემები გაინტერესებთ, შეგიძლიათ მითხრათ, დაწეროთ ვიდეოს კომენტარებში ან ტელეგრამზე ჩატში დაწეროთ. ძალიან კარგს იზავთ თუ ვიდეოს დაალაიქებთ, გამოიწერთ არხს და კომენტარებსაც დაწერთ. კომენტარებს აბსოლუტურად ყველას წავიკითხავ და ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგად მოქმედებს ეს ჩემზე, როდესაც თქვენგან ფიდბექს ხედავ და ხედავ რომ რაღაცაში გამოგადგათ თუნდაც ჩემი ვიდეო რა და ძალიან კარგს იზავთ თუ ამ ფიდბექს დამანახებთ და დამიწერთ კომენტარს. კიდევ ერთი რაღაც არის, ტელეგრამზე დავწერე უკვე, შეიძლება არ გინახავთ ზოგს. ესე იგი, გეგმაში მაქვს ესეთი რაღაც, რომ გავაკეთო კურსი, ну, იცით რომ ტრეიდინგის კურსი მაქვს უკვე. ვასწავლი ერთი-ერთზე, ან 2-3 კაცი არის ხოლმე მაქსიმუმ ჯგუფში, ამაზე მეც შეგნებულად არ ვაკეთებ. და ტრეიდინგს ვასწავლი, ტრეიდინგის ტექნიკურ ანალიზს, სილაბუსი არის იქ, ძალიან ბევრი თემა არის და ძალიან ბევრი ინფორმაცია არის. ამ ყველაფერს ისედაც ვასწავლი ონლაინ ლექციებით, მაგრამ დამატებით მაქვს ისეთი იდეა, რომ ვიდეო ჩანაწერებით Udemy-ზე გავაკეთო კურსი, რომელსაც იყიდით და იქნება უბრალოდ ვიდეო ჩანაწერები. უბრალოდ იქნება ეს ძალიან ინფორმაციული, ძალიან მაგარი თემები იქნება, სილაბუსი ავტვირთე უკვე ჩატში, თუ არ გინახავთ, იკითხეთ და ჩაგიგდებთ ისევ და ნახავთ. ფასი, რა თქმა უნდა, ონლაინ ლექციები რაც მაქვს და პირადად ჩემთან შეხვედრები რაც არის, იმაზე ნახევარი იქნება, როგორც მინიმუმ, იმის ნახევარი ფასი და ნუ იქნება ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც საიდანაც გინდათ და როცა გინდათ და როგორც გინდათ, ისე უყურებთ და ისე შეისწავლით ამ ყველაფერს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ გამეთიშა ვიდეო. ეს იყო სულ რაც მინდოდა რომ მეთქვა. ავტვირთავ ვიდეოს რამდენიმე საათში გადაღებიდან და დაველოდები თქვენგან ფიდბექს. მადლობა და დროებით.